კოლეგები, მოგესალმებით, კორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში დაგვემატა შეზღუდული შესაძლებლობა მქონე პირთა უფლებების შესახებ განხილვა მესამე მოსმენით, საარჩევნო კოდექსის ცვლილება მესამე მოსმენით, გამჭვალობის შესახებ, უცხოური გავლენის გამჭვალების შესახებ განხილვა მეორე მოსმენით, ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსის ცვლილება მეორე მოსმენით, საჯარო დაცული შრომის ანაზღაურების შესახებ განხილვა მეორე მოსმენით, ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსის ცვლილება პირველი მოსმენით, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილება პირველი მოსმენით. შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. ზოგადად აქ როგორც მოგეხსენება ჩვენ წინა სასიო კვირაში შევწყვიტეთ პლენარული სხდომები და გქონდა დაჩქარებული კანონპროექტები, რომელიც სამშაბათს განვიხილეთ და ოთხშაბათს უნდა განგვიხილა მეორე და მესამე მოსმენით. თუმცა ვინაიდან შევწყვიტეთ პლენარული სხდომები, დასრულება განხილვის ვერ შევძელით. შესაბამისად იმისთვის, რომ დაჩქარებულად განვიხილოთ, ინიციატორებმა ხელახლა დააინიცირეს ეს კანონპროექტები, დაჩქარებული კანონპროექტები, ამიტომ ჩვენ რეალურად ხვალ ამ დაჩქარებული კანონპროექტების ხელახლა პირველი მოსმენით განხილვა მოგვიწევს პლენარულ სხდომაზე და შემდეგ მეორე და მესამე. ვინაიდან სხვა გზით რო წავსულიყავით, დაჩქარებული ვეღარ იქნებოდა, ამ კვირაში უნდა განგვეხილა მეორე მოსმენით და შემდეგ ორ კვირაში უნდა განგვეხილა მესამე მოსმენით. ამიტომ ვინაიდან რეგლამენტში შეზღუდვა იყო, ეს გამოსავალი მოიძებნა, რომ ხელახლა დაინიცირდა იგივე კანონპროექტები, იგივე შინაარსით და გვექნება განხილვები პირველი მოსმენა, მოკლედ ხელახლა გვექნება. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტებზე გთავაზობთ, რომ სავალდებულო კომიტეტები აღარ იყოს, ვინაიდან უკვე კომიტეტებში განხილულია, პრინციპში წამყვანზეც ხელახლა მოხდება პირველი მოსმენით განხილვა, თუმცა სავალდებულოები მაინც რომ აღარ გავითვალისწინოთ, ეს პირველი მოსმენა იქნება და შემდეგ მეორე მესამე მოსმენა, რაც წინაზე შეწყდა, განახდება უკვე როგორც მოხდება უკვე კომიტეტებშიც და პლენარულ სხდომაზე. ამიტომ ინიციატივები ასეთი გახლავთ, პირველი არის ზოგადი განათლების შესახებ კანონის ცვლილება, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს და დაჩქარებული და მხოლოდ წამყვან კომიტეტს გთხოვთ თანხმობას, მადლობა. შემდეგი გახლავთ ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ პაკეტი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტს აქაც დაჩქარებულის მოთხოვნა. ბატონო, აქაც გთხოვთ თანხმობას დაჩქარებულზე. შემდეგი ტერიტორიაზე ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალებების მშენებლობის ასე შემდეგ კანონის პროექტი. ეს ახალი ინიციატივა აქაც დაჩქარებული წესით განხილვა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს განსახილველად. ბატონო, გთხოვთ თანხმობას, მადლობა. საგადასახადო კოდექსში ცვლილება. აქაც დაჩქარებულია საფინანსო საბიუჯეტოს. გთხოვთ აქაც თანხმობას, მადლობა. შემდეგი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ. აქაც დაჩქარებულია ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განსახილველად. ბატონო, გთხოვთ თანხმობას, მადლობთ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განხილვა. აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს. გთხოვთ თანხმობას, მადლობა. დაზვერვის სააგენტოს შესახებ კანონის ცვლილება. ესეც დაჩქარებული წესით ითხოვს განხილვას. თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით. ბატონო, აქაც გთხოვთ თქვენს თანხმობას, მადლობა. ერთხელ ორი მოსმენა იქნება ყველა ამ საკითხებზე თავისთავად. კი ბატონო. საორგანიზაციო საკითხებსაც შეეხება საგადასახადო კოდექსში ალტერნატიული წინადადება. ამასთან დაკავშირებით ეს თქვენს მიერ განმარტებულ საკითხს ეხება საგადასახადო კოდექსს, ფორმალურად ინიციატორს ვთხოვთ, რომ ხელახლა წარმოადგინოს შესაბამის სტადიაზე განხილვის კანონპროექტის, ვინაიდან ის კანონპროექტი გაჩერდა უკვე და არ იხილება, რომელთვისაც ეს არის წარმოადგენილი. კი ბატონო, ფრაქცია საქართველოს ბატონო შალვა, როგორც გითხარით, ანუ ის პროექტი ვინაიდან გაჩერდა, ხელახლა იქნა ინიციირებული და ხელახლა უნდა წარმოადგინოთ სურთ ალტერნატიული წინადადება. და შემდეგი ბოლოს საორგანიზაციო საკითხი გახლავთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებების განსაზღვრული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით. სხვა საკითხები თუ არ არის, ხვალ 12-ს უნდა აგდება 15 წუთი ბიუროს სხდომა და 12-ზე უკვე დავიწყოთ პლენარული სხდომით.